ყველა აბიტურიენტისთვის, ჩემთვისაც ასევე, წინა სამზაო ეს პროცესი ძალიან ასე რომ ვთქვათ, ცოტა სენსიტიურ საკითხსაც წარმოადგენს, იმიტომ რომ ყველანი ერთ ამბებში ვართ ვემზადებით 12 წელი ერთად გვაქვს გატარებული და ძალიან რთული არის, რომ მიუხედავად დიდი სიხარულისა და ასეთი პასუხისმგებლობის აღებისა, რომ სკოლას ვამთავრებთ და ერთიანი მზაობა გვაქვს, მაინც ცოტა რთულ საკითხს წარმოადგენს და ყველას გული გწყდება, მაგრამ გვიხარია, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივართ და ასეთ საპასუხისმგებლო ნაბიჯს ვდგამთ ჩვენ ცხოვრებაში. მომავალ პროფესიად მაქვს არქიტექტურა არჩეული, ტექნიკურ უნივერსიტეტში მაქვს სურვილი, რომ განაცხადი შევიტანო, შემოქმედებითი ჩაბარება მიწევს და რავი, ჩემი პროფესიისთვის ვფიქრობ, რომ არქიტექტურა ჩემთვის ყველაზე კარგი გზა იქნებოდა, იმიტომ რომ შემოქმედებითობა და კრეატივი რაც ბავშვობიდან მიზიდავდა, ვფიქრობ, რომ ჩემ თავს ამ სფეროში უფრო კარგად გამოვალენ და ყველაზე კარგად შედეგს ამ სფეროში დავდებ. ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ ძალიან საპასუხისმგებლო მოკლედ პროცესები გველის წინ, იმიტომ რომ 12 კლასის დამთავრება და ზოგადად სკოლის დამთავრება არ არის ისეთი ადვილი საქმე, როგორც ბევრს წარმოუდგენია და პასუხისმგებლობით და დიდი მონდომებით და მოწოდნებით უნდა მივუდგეთ ამ კუთხით, რომ ჩვენი მომავალი ჩვენს ხელში არის, ჩვენს სახლობლებსაც და ახალგაზრდებსაც, მეგობრებს და ყველას ჩვენს ნაცნობს არ უნდა გაუცროთ იმედები და ყველანაირად შემართებით უნდა ველოდოთ ბოლოზარსაც და შემდეგ საფეხურებსაც, რაც ცხოვრებაში ეს ბოლოზარი და 12 კლასი დამთავრება მოგვიტანს. ყველა აბიტურიენტის ცხოვრებაში ახლა არის გარდამტეხი მომენტი, ვამთავრებთ სკოლას, ვემშვიდობებით მოგონებებს, მასწავლებლებს, პედაგოგებს, რომლებიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო ერთ პერიოდში და ახლა გადავდივართ ცხოვრების ახალ ეტაპზე, რომელიც არის დახუნწრული განსაკუთრებული ემოციებით. მე მაგალითად ძალიან დიდი ემოციებში ვიყავი, რომ ვამთავრებ ახლა სკოლას და გადავდივარ ცხოვრების ახალ ეტაპზე, ვუსურვებ თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას. წარმატება არის მთავარი ჩვენთვის. ახლა მთავარია რომ არ ვინერვიულოდ ვიყოთ გამართულები ასე რომ ვთქვა და ცხოვრებაში ყველაფერი გვექნება. ასევე ჩემი ემოციები იყო განსაკუთრებული, რადგან ანუ ესეთი გარდამტეხი პერიოდი ჯერ არ მქონია და სკოლის დამთავრება ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. თანატოლებს ვეტყოდი, რომ მთავარი არის მონდომება, მიუხედავად იმისა, რომ სკოლას ვამთავრებ, ეს არ არის ჩვენთვის დასასრული, ახლა იწყება ჩვენთვის პასუხისმგებლობა და ვუსურვებ თითოეულ ჩვენგანს, რომ და მეც ჩემ თავს, რომ მოვკიდოთ ხელი ისეთ საქმეს, რომელშიც აუცილებლად წარმატებას დავინახავთ. მე ჩემ თავს ხედავ როგორც ფსიქოლოგად, ვაპირებ ფსიქოლოგიაზე ჩაბარებას და ილეს სახელმწიფო უნივერსიტეტში.